აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ უარი თქვა ყველა იმ პირობაზე, რომელიც ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან განიხილებოდა და განაცხადა, რომ დროა რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს ომის დასასრულებლად. და როგორც ჩანს, ჩვენ ისევ მოლაპარაკებების ახალ წრეში შევდივართ. ტრამპის ასეთ შემოტრიალებას ხელი შეუწყო უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე დართმების კამპანიამ. და აი გამოცემა Axios იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში G7 სამიტის დროს ისაუბრა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერებაზე. და მან სოგარ დაუშვა, რომ შესაძლოა უარი თქვას ალასკაზე მიღწეულ შეთანხმებებზე, რომლებიც თითქოს და შედგა ვლადიმირ პუტინთან დიალოგის დროს. საუბარია იმაზე, რომ ტრამპი აღარ ხედავს საჭიროებას, რომ უკრაინამ უნდკინეულოდ გადასცეს რუსებს თავის ტერიტორიებზე. ტრამპი ამბობს, რომ სიტუაცია შეიცვალა და ახლა ამის გაკეთება უკვე საშიშია. ითხოვინებიან, რომ G7 სამიტზე ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის ფედერაციის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან და მან სოგარ მიანიშნა, რომ მზად არის უარი თქვას თავის ძველ შეხედულებებზე. ამ ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ანკარა მზად არის კვლავ უზრუნველყოს პლატფორმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებისთვის, რათა განახდეს ომის დარეგულირების დიპლომატიური პროცესი. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ თითქმის ორ კვირაში ანკარა ნატოს სამიტს უმასპინძლებს. ამავდროულად ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ივნისში უკრაინამ რეკორდული რაოდენობის საჰაერო იერიში მიიტანა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. მთავარი სამიზნე გახდა ქარხნები, რომლებიც რაკეტებს, ელექტრონიკასა და საბრძოლო მასალებს აწარმოებენ. ხოლო დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ყირიმი ვლადიმირ პუტინისთვის ხელის გარეშე ჩემოდნად იქცა. დღეს Wall Street Journal წერს, რომ როდესაც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს ყირიმი ანექსია, ეს მოვლენა რუსეთში აღიქვეს როგორც მარგალიტის და ძვირფასი აქტივის დაბრუნება. თუმცა ახლა ისტორიული მიღწევის ნაცვლად ყირიმი ვლადიმირ პუტინისთვის ტვირთად იქცა, სუსტი წერტილად, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის შესაძლებლობას გააგრძელოს ომი. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს მან პათოსი დაიკავა ყირიმი და რუს ხალხს აუწყა, რომ აი იქ შავი ზღვის ფლოტია, რათა ნატოს ბაზები არ იყოს რუსეთის წინააღმდეგ, საბოლოოდ შავი ზღვის ფლოტი ყირიმში უკვე დიდი ხანია აღარ არის და ეხლა იქიდან რუსებიც გარბიან. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებას ქვემოთ. ამერიკული გამოცემა Axios წერს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სისტემა გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობითა და დახვეწილობით. მან მცხოვრიდან გამოიყვანა ნავთობ გადაამუშავებელი ქარხნები, შეცვალა ძალთა ბალანსი ბრძოლის ველზე და 4 წლიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში პირველად აიჯულა ზოგიერთი რუსი. ბოლოს და ბოლოს საკუთარ ტერიტორიაზე ეგზნოთ ომის შედეგები. უკრაინაში მაღალი თავდაჯერებულობის ფონზე და რუსეთში საწავის ქალაქებში მიწოდებისა და ჯარების მომარაგების სირთულეების პირობებში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს 40 დღიანი ოპერაციის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც მოსკოვზე ზემოქმედებაა, რათა პუტინი აიძულოს ხელი მოაწეროს სამშვილობო შეთანხმებას. ზელენსკის განცხადებიდან რამდენიმე საათში ხუთშაბათს ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განხორციელდა რუსეთის 12 რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმზე. და აი რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გადაეჭირათ არანაკლებ 660 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის აფეთქებები დაფიქსირდა ქიმიურ ქარხანაში, მაგალითად ტულის ოლქში, მაგრამ არა პეტერბურგში. და ეს ყველაფერი მოხდა ერთი კვირის შემდეგ, რაც ძლიერი აფეთქება მოხდა მოსკოვის უმსხვილეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში კაპოტნეში, რომელმაც ცა შავი კვამლით აოსო. და აი როგორც წერს Axios-ი, ცნობების მიხედვით მცხოვრებლები სარდაფებში იმალებოდნენ, ხოლო ქალაქის ზოგიერთ რაიონში გამოსვლისას მათ შავი წვიმა დახვდათ. ქარხანამ საბოლოოდ შეაჩერა მუშაობა და 2027 წლამდე აღარ ამუშავდება. მინიმუმ კიდევ 3. ამ კვირაში სხვათა შორის რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ზელენსკის განცხადება 40 დღიან ოპერაციაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი შეტევები გველოდება და შემდეგ ზელენსკის ციტატას მოვიყვან. თუ უკრაინა იტანჯება, თქვენი მოსკოვი დაიწვება. რუსეთს ბევრი სირთულე აქვს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვლადიმირ პუტინი უარს ამბობს ომის შეწყვეტაზე და ჩვენი შეთავაზებების მოსმენაზე, რომლებიც შეხვედრას, ნამდვილ მოლაპარაკებებსა და ღირსეულ მშვიდობას ეხება. ვლადიმირ პუტინი თავის მხრივ ამტკიცებს, თითქოს რუსეთი მზად არის მშვიდობის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ თავის უტოპიურ პირობებზე.
ამ თვის დასაწყისში მან აღიარა, რომ უკრაინული უპილოტო აპარატების დარტყმები გარკვეულწეულ ზიანს აკანებს. მაგრამ განაცხადა, რომ ისინი ვერასოდეს შეძლებენ რუსეთის საზოგადოების გახლეჩას. შემდეგ მოხდება პუტინის ციტატა. დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. რისთვისაა ისინი მიმართული? ისინი მიმართულია საზოგადოების დესტაბილიზაციისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ გაურკვევლობის შეგრძნების შექმნა. მაგრამ რაღაცას როგორც ჩანს გრძნობს პლეშევი დედი. ესმის საითაც ყველაფერი მიდის. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც გასულ კვირას შეხვდა ვლადიმირ ზელენსკის G7 სამიტზე და მანამდე ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს, აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა, ციტატა, საკმაოდ კარგად უმკლავდება ომს. როგორც წერს ალბერტი, აქსიოსი, ორი ოფიციალური პირი, რომლებიც ესწრებოდნენ G7 სამიტს, აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა პლეშივ კარლიკ ვლადიმირ პუტინით. და კიდევ მიანიშნა, რომ შეიძლება უარი თქვას ანკორის შეთანხმებებზე, რომლის მიხედვითაც აშშ თითქოს იღებდა რუსეთის მოთხოვნებს იმაზე, რომ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ისინი გააკონტროლებდნენ დონბასს. ხომ გახსოვთ ეს საუბრები, რომ თითქოს პუტინმა მოითხოვა დონბასი სრულად გადასცემოდათ რუსებს, აშშ-ს ეცნო ყირიმი რუსეთის ნაწილად და ასე შემდეგ. და თითქოს ტრამპიც თანახმა იყო ამაზე. მაგრამ ეს ხომ რუსები არიან? ალბათ ესეც კი ცოტა მოიჩვენათ და საბოლოოდ აღიარეს. ხო და ესეც. როგორც აქსიოსის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, ციტატა. ტრამპი სკეპტიკულად იყო განწყობილი ყველაფრის მიმართ, რაც ვლადიმირ პუტინს ეხებოდა. და საუბრობდა ზეწოლაზე, რუსეთზე. მაგრამ სხვა ლიდერები არ ჯერათ, რომ პუტინი მართლაც რაიმეს გააკეთებს. ამბობენ, რომ თითქოს მოითხოვა აშშ-ს ხელმძღვანელობით დიპლომატია გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ სხვა ლიდერებს არ საკითხი ისაა, რომ აშშ-ს ხელმძღვანელობით დიპლომატია ცდილობს დონბასის კონტროლს. იქ ირანთან ომისა და რამდენიმე წინა მოლაპარაკების წარუმატებლობის შემდეგ გაჩენილი იმედგაცრუების კომბინაციის გამო. როგორც ჩანს, ტრამპს სწრაფი შედეგის იმედი ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოხდა. ახლა კი მთელი გათხრა იმაზეა, რომ მასიური დარტყმების კამპანია რუსეთის წინააღმდეგ ახალი იმპულსს მისცემს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მეორე მხრივ ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის ზეწოლას მოსკოვზე, ამავე დროს შეიძლება გააძლიეროს რუსებში რწმენა უკრაინასთან ბრძოლის აუცილებლობისა და შესაბამისად მის მიმართ გამარჯვების საჭიროების შესახებ. თურმე აი იქიდან მოდის. ამიტომ იქ უნდა ვიბრძოლოთ. ხო, არ გაგიგვირდეთ, ეს რუსები არიან. ანუ იქ ლოგიკა საერთოდ არ არსებობს. და ეხლა შეიძლება პირიქით, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აი მოსკოვში ბომბები ცვივა. და აღარ ახსოვთ, რით დაიწყო ყველაფერი. და შესაბამისად მათთვის მიზეს შედეგობრივი კავშირები სწორედ ამ გამგზავრების წერტილიდან იწყება. ამ ეტაპზე უკრაინის შორ მანძილზე დარტყმის შედეგები ყველაზე მეტად იგრძნობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სადაც ხელისუფლებამ საწვავის გატიდვა შეაჩერა და პარასკევს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უკრაინამ დარტყმა მიაყენა ყირიმში ელექტროსადგურებსა და სატრანსპორტო კვანძებს, რომლებიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. და ახლა უკვე სააგენტო Bloomberg ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმში რუსეთის წინააღმდეგ ბრუნდება. ელექტროენერგიის გათიშომ უკვე ათასობით ყირიმელი წყლის გარეშე დატოვა, ხოლო ბევრი რუსი ჩივის, რომ წასვლაც კი ვერ შეუძლიათ. ნახევარკუნძულიდან წასვლა შეუძლებელია საწვავის გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვის გამო, ბენზინ გასამართ სადგურებს. და თვით სევასტოპოლიც კი არ არის დაზღვეული სირთულეებისგან. ამ კვირაში ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რის გამოც წყლის მომარაგების სატუმბი სადგურები გამოვიდა მწყობრიდან. და აი ადგილობრივმა კომუნალურმა კომპანიამ მობილური ცისტერნები გაგზავნა მოსახლეობის წყლით მომარაგებისთვის. და ახლა აშკარაა, რომ მაშინ როცა რუსეთის ძალები ბრძოლის ველზე უზარმაზარ დანაკარგებს განიცდიან, უკრაინა სულ უფრო ეფექტიან კამპანიას ატარებს დრონებისა და რაკეტების დარტყმებით რუსეთის ტერიტორიაზე, აზიანებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის მოსკოვშიც. ეს იწვევს საწვავის მიწოდების მზარ შეფერხებებს და აძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას, რომელიც ომის დაფინანსებას უკავშირდება. და აქ შეგახსენებთ, რომ სწორედ ყივიმის ოკუპაციამ გააძლიერა ვლადიმირ პუტინის ხარდაჭერა 2014 წელს. ეხლა კი ყირიმზე დარტყმები აზიანებს კრემლის შიდა ნარატივის ორ მთავარ ელემენტს. ეს არის ყირიმი ჩვენიაო და პუტინის სტაბილურობაო. მაგრამ აქ უკვე ჩნდება ეჭვები. გონივრულ ადამიანებს, ადეკვატურ ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი. ნამდვილად ჩვენი არის ყირიმი. და პუტინის დროს ნამდვილად ყველაფერი სტაბილურია, თუ მაინც არსებობს პრობლემები. დღემდე პუტინი თითქმის არაფერს ამბობდა ტიდიმის სირთულეებზე და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ტალღებზე. აი ეხლა მან ჩაატარა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხდომა, რათა განეხილა, როგორც თავად თქვა, შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა.
გარდა სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისა უშუალოდ ყირიმში, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს რამდენიმე ხიდს მარშრუტებზე, რომელსაც რუსეთი იყენებს ოკუპირებული სამხრეთ უკრაინიდან, რათა გადაჭრა ნახევარკუნძულის ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვები. ბოლო თავდასხმები ასევე მიმართულია ბორანებისა და საწყობების წინააღმდეგ, კერჩის ხიდის მახლობლად, ასევე მატარებლებისა და სატვირთო მანქანების წინააღმდეგ, რათა დაირღვეს რუსეთიდან მომარაგება. შედეგად, ასე წოდებული ყირიმის ხიდი სულ უფრო მეტად რჩება ერთადერთ ქმედით კავშირად ყირიმსა და რუსეთს შორის. და სწორედ აქ ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ არ უტევთ ყირიმის ხიდს? იცით, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკრაინა არ ცდილობს დაბომბოს ყირიმის ხიდი. რაც იჭერს ვარაუდებს, თითქოს უკრაინა არ არის უკრაინა. უბრალოდ სულ შექმნას ნახევარკუნძულზე ისეთი მძიმე პირობები, რომ რუსებმა ისარგებლონ შესაძლებლობით და სწორედ ამ ყირიმის ხიდით წავიდნენ. უკრაინა საკმაოდ ჰუმანურად ეპყრობა ოკუპანტებს, რომ მათ თვითონ შეაგროვონ თავიანთი ნივთები, ჩაალაგონ და წავიდნენ თავიანთ დაუბანავ, გაველურებულ რუსეთში. აი პარადოქსი რაშია? რუსეთს პრაქტიკულად არ აქვს ეფექტური გზები უკრაინის ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ყირიმის იზოლაციას ისახავს მიზნად. უკრაინამ მნიშვნელოვნად დაასუსტა რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემა ყირიმში, რის შემდეგაც დაიწყო სისტემატური დარტყმები მოწყვლად წერტილებზე, ლოგისტიკაზე, საწვავზე, ენერგეტიკაზე და ასე შემდეგ. ბოლო 6 თვის განმავლობაში საშუალო რადიუსის უკრაინული დრონების დარტყმების რაოდენობა რუსეთის ლოგისტიკაზე, მომარაგების საწყობებზე, სარდლობის პუნქტებსა და ტექნიკაზე თითქმის 10 ჯერ გაიზარდა. ხოლო წინა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დაამტკიცა 40 დღიანი ზემოქმედების ოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსების იჯულებას ომის შეწყვეტისკენ. საინტერესოა, როგორ იხევიან კრემლში თავიანთ სკამებზე, როცა ასეთ სიტყვებს ისმენენ, რომ ეს ოპერაცია ველურების მშვიდობისკენ იძულებას ეხება. და აი კრემლის მიერ სექტემბერში სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის მზადების ფონზე უკრაინის ზეწოლა ყირიმზე და რუსეთში ომით მზარდი უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის ვლადიმირ პუტინის საზოგადოებრივი შეთანხმების მთავარ თეზის თავის ამორჩეველთან. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს ძალიან მარტივად ჟღერს. სტაბილურობა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. ანუ რუსეთის სანაცვლოდ. სიტყვებით თქვენ არ გვეხებით, ჩვენ არ გეხებით და გააძლევთ სტაბილურად მუშაობის, ფულის შოვნის და ასე შემდეგ შესაძლებლობას. და თქვენ უბრალოდ არ ერევით პოლიტიკაში. ჩუმად აძლევთ ხმას პუტინს და ერთიან რუსეთს. და სულ ესა. მაგრამ ეს ნარატივი ოდნავ სუსტდება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი აფრთხილებს, რომ ეს აუცილებლად არ გამოიწვევს პოლიტიკურ უკუსლას და შეიძლება პირიქით კიდევ უფრო გააძლიეროს საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინის მიმართ. რატო? რუსები იმდენად სულელები არიან და შეიძლება ითქვას უგუნურები, რომ შეიძლება პირიქით დაიჯერონ თეორია, თითქოს მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი დაიცავს მათ. ივიწყებენ, რომ ეს ყველაფერი სწორედ მან მოაწყო. ამ ფონზე გამოცემა აგენცტომ დაითვალა, რომ უკრაინამ ივნისში რეკორდული რაოდენობის საჰაერო იერიში მიიტანა რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე. მთავარ სამიზნე იქცა ქარხნები, რომლებიც რაკეტებს, ელექტრონიკასა და საბრძოლო მასალებს აწარმოებენ. ბოლო ცნობილი სამიზნე გახდა ქარხანა ტიტან ბარიკადი ვოლგოგრადში, რომელიც შაბათს დაარტყეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვოლგოგრადში ამ ქარხანას დაარტყეს. სწორედ ახალი რაკეტებით, FP5 Flamingo. ქარხნის დაზიანების შესახებ ინფორმაციას ასევე ადასტურებს ოსინტის კვლევები. ეს საწარმო კრიტიკულად მნიშვნელოვანია კრემლისთვის, რადგან იქ ქმნიან და აწარმოებენ სტრატეგიული კომპლექსების იარსის, ტოპოლემის და სარმატის გამშვებ დანადგარებს, ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის ისკანდერ-ემის გამშვებ სისტემებს და ასევე ელემენტებს რუსული რაკეტა ორეხასთვის. ხოლო ზაფხულის პირველ თვეში რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მინიმუმ 13 ობიექტი დაიბომბა და მთლიანობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი წლის განმავლობაში. თუ საუბრობთ არა მხოლოდ ვოლგოგრადის ქარხანაზე, ამ თვეში სხვა დაზიანებულ ობიექტებს შორის არის რაკეტებისა და ელექტრონიკის წარმოება. ეს არის საწარმო პროგრესი მიჩუინსკში, სადაც ამზადებენ მართვის სისტემებს ავიაციისა და რაკეტებისთვის. ასევე ნიირ პროგრესი ჩებოქსარებში, სადაც ამზადებენ ანტენებს კალიბრებისა და ისკანდერებისთვის. კიდევ ერთი მიზანი იყო საბრძოლო მასალების წარმოება კოლექციებისთვის, ლიბრებისა და ისკანდერებისთვის. კიდევ ერთი მიზანი არის საწარმო პროგრესი რიაზანის მიჩუინსკში, სადაც ამზადებენ ავიაციის რაკეტების სისტემებს. ეს არის საწარმო აზოტი ნოვომოსკოვსკში,
რომელიც ორჯერ დაარტყეს ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტების წარმოების გამო. ასევე დარტყმის ქვეშ იყო გემთშემებლობა. დრონების დარტყმის ქვეშ მოხდა ქარხანა ზალივი ოკუპირებულ ყირიმში, სადაც დაზიანდა 2 სამხედრო გემი. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი მასშტაბური კამპანია უკრაინული ძალების მხრიდან მიზნად ისახავს არა მხოლოდ ლოგისტიკის გადაკეტვას კივიმში ან საწვავის დეფიციტის შეშექმნას, არამედ სისტემურად შეამციროს რუსეთის საერთო სამხედრო შესაძლებლობები. ამ ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს მისცეს პლატფორმა, რათა განახლდეს ომის დარეგულირების დიპლომატიური პროცესი. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს დიალოგის გზით და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ დიპლომატიური პროცესი ჩიხშია შესული. საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა და მხარეები კონცენტრირებულნი არიან სამხედრო წარმატებების მიღწევაზე. დიპლომატიური პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა გააქტიურდეს. ამ კონტექსტში მსურს მსოფლიო საზოგადოებას განუცხადო, ისევე როგორც უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია მხარეებს, რომ მზად ვართ კვლავ მივიღოთ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს ქვეყანაში. ასევე ფიდანმა შეეხო ნატოს სამიტის თემას, რომელიც ანკარაში 7 და 8 ივლისს გაიმართება. მისი თქმით, ეს სამიტი ისტორიული იქნება, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კონტექსტში თავდაცვითი მრეწველობის განვითარება ერთ-ერთ მთავარ თემად იქცევა. შემდეგ კიდევ ერთი მისი ციტატა. განსაკუთრებით რუსეთისა და უკრაინის ომთან და სხვა ომებთან ერთად. პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეებზე ჩამოყალიბდა გააზრება იმისა, რომ აუცილებელია შეფასდეს, რა დონეზე იმყოფებიან ნატოს ქვეყნები თავდაცვითი მრეწველობის სფეროში. ეს თემა უკვე სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხად იქცა. აქცია ევტილ ზალშომ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონების დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.